საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებიან. დავიწყოთ აჭარიდან, როგორ აფასებენ ისინი არჩევნების მიმდინარეობას აჭარაში, ამას დარეჯან ჩხიკვაძე გვეტყვის. საერთაშორისო დამკვირვებლები აჭარაში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან. ისინი ბათუმში უკვე რამდენიმე უბანზე იმყოფებოდნენ. აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მათივე განცხადებით, რაიმე სახის შეფერხება მათ არ დაუფიქსირებიათ. დამკვირვებლები დღის ბოლომდე გააგრძელებენ დაკვირვების პროცესს და ამის შემდეგ უკვე საბოლოო შეფასებას გააკეთებენ. თბილისში ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით და ახლა ბათუმში ვაკვირდებით არაერთ საარჩევნო უბანს. ჩვენი დაკვირვებით არჩევნები მიმდინარეობს სამართლიანად. არანაირი პრობლემა არ გამოგვივლენია. ყველაფერი წესრიგშია. მთელი პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული კანონების შესაბამისად. საარჩევნო პროცესი სამართლიანი, გამართული და დემოკრატიულია. არანაირ უჩვეულო ჩარევებს ადგილი არ აქვს. ვინც გაიმარჯვებს, მას ექნება ძლიერი და დემოკრატიული მხარდაჭერა საკუთარი ამომრჩევლისგან. ბათუმში გახსნილია 90 უბანი, რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, მერობისთვის კი 5 კანდიდატი იბრძვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება 15 საათის მონაცემებით 42,000 ამომრჩეველზე მეტმა მიიღო. როგორც აღნიშნეთ, ბათუმში ასევე იმყოფებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ისინი დადიან უბნებში, აკვირდებიან პროცესებს და ამბობენ, რომ ბათუმში, არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ დემოკრატიულ გარემოში.